მადლობთ გიორგი მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ვფიქრობ, რომ დღეს საკმაოდ მძიმე დღე აქვს ქართულ ოცნებას და მე დავიწყებ მაინც აუცილებლად ევროპარლამენტზე ვისაუბროთ, მაგრამ EUTOS მექანიზმით, მოსკოვის მექანიზმის დასკვნით დავიწყებ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რაც მოიპოვა მე ვიტყოდი ქართულმა ხალხმა საკუთარ თავისუფლების დასაცავად ივანიშვილისგან, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე და იცით ეს დასკვნა რეალურად ხო უკვე დიდი ხანია ივანიშვილის რეჟიმი არის დისკრედიტირებული, არ არის აღიარებული როგორც დემოკრატიულად ლეგიტიმური ხელისუფლება, მაგრამ აი თუ ვინმეს უნდა რომ თარიღი, ასე ვთქვათ, დასვას, როდის დასრულდა, ხო, ყველანაირი შანსი რომ მოხდეს ამ რეჟიმის აღიარება როგორც დემოკრატიული რეჟიმის, ალბათ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2026 წლის 12 მარტს გაფორმდა, ასე ვთქვათ, სწორედ აი ამ დასკვნით EUTOS-ი. ამ წონის არის ეს დასკვნა? ეს არის ძალიან სერიოზული დოკუმენტი, იმიტომ რომ ეს დოკუმენტი, ეს არის ფაქტიურად სპეციალური მექანიზმი, რომელიც EUTOS-ს აქვს შექმნილი, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინოს, როდესაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით და სხვა რო არაფერი ვთქვათ, მე უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს მექანიზმი გამოყენებული არის აქამდე ჩვენს, ასე ვთქვათ, ევროპაში ფაქტიურად მხოლოდ რუსეთის და ბელარუსის შემთხვევაში და მე მინდა ასევე აღნიშნო ხაზგასმით, რომ ორივე შემთხვევაში ჰააგაში დაწყებულია შესაბამისი გამოძიება, მათ შორის მაგალითად კონკრეტულად სწორედ ამ მექანიზმის საფუძველზე რუსეთის წინააღმდეგ და ბელარუსის წინააღმდეგაც დაწყებულია, როგორც იცით, გამოძიების პროცესი. ამიტომ მე ერთი რამ მინდა თქვა ხაზგასმით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური წნეხი იგრძნოს ივანიშვილმა, ან ფინანსური წნეხი, რომელსაც ის უკვე, ასე ვთქვათ, გრძნობს, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დაწესებული მისთვის სანქციები, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან იცოდეს, რომ მას მოუწევს სამართლებრივი პასუხისმგებლობა საერთაშორისო ასპარეზზე და დღეს აი ამ დასკვნამ, რომელიც დავიდო, რომელიც სხვა შორის დასკვნა არ მოითხოვს დამტკიცებას EUTOS-ს მიერ, ანუ ის მიიღება ცნობად, ეს დასკვნა გახდა ინსტრუმენტი, აი მაგალითად, რომ მოვიყვანო მარტივი მაგალითი, რა შეიძლება გააკეთოს მსხვერპლა ამ რეჟიმის, რომელიც უკვე არის უამრავი ადამიანი ამ ქვეყანაში. ამ დასკვნამ მათ მისცა შესაძლებლობა, რომ პირდაპირ მიმართონ მაგალითად ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლოს პროკურორის ოფისს, რომ დაიწყოს გამოძიება. აი მაგალითად ჟურნალისტებმა, რომლებიც არიან დაზარალებული, მაგალითად მოქალაქეებმა, რომლებიც არიან დაზარალებული. ეს არ არის ფორმალურად თქვენ ნებისმიერ შეეძლო, რომ აქამდეც მიემართა, მაგრამ როდესაც ეს ძალიან სერიოზული დასკვნა დაიდო, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, უკვე არის გამოყენებული როგორც საფუძველი ჰააგაში გამოძიების დაწყების სხვა ქვეყნების შემთხვევაში, დღეს გამყარებულია ეს პოზიცია, რომ მაგალითად მოქალაქეების ჯგუფს შეუძლიათ რომ გაერთიანდნენ ან არასამთავრობო ორგანიზაციების ნივთიერებების გამოყენების კონვენციის თემა. ესეც შეიძლება რომ ამაში იყოს, მაგრამ არა მხოლოდ მათ შორის მძიმე ფიზიკური დაზიანება, წამება, ყველაფერი, რაც იწვნია ხალხმა ამ რეჟიმის ხელში, ეს შეიძლება რომ იყოს, ასე ვთქვათ, უკვე უფრო მყარად მიმართვა შესაბამისი გაკეთდეს პროკურორის სახელზე, რა თქმა უნდა, ეს არის საბოლოოდ მათი გადაწყვეტილება, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, მაგრამ აი ამ მიმართვისთვის მოქალაქეებისგან, უშუალოდ მსხვერპლისგან გაჩნდა ძალიან სერიოზული საფუძველი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტიურად შემოხაზულია მთელი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც უნდა ამუშავდეს ამ რეჟიმის წინააღმდეგ და ეს მეკითხებიან მათ შორის მეგობრები, რომ იწევს თუ არა ეს მექანიზმის ანგარიში რაიმე ავტომატურ შედეგს, ავტომატურ შედეგს არ იწევს, ეს არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ახლა ჩვენ სწორედ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ის უფლებები, რომელიც ჩვენ მონიჭებული გვაქვს როგორც ჩვენი კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ. ვინ არიან ის სუბიექტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომლებმაც ახლა ეს ინსტრუმენტები უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენონ?
ქვეყნის შიგნით მინიშნებები უკვე გაკეთა, თუმცა ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებებითაც არის რესურსები ინსტიტუციონალურ დონეზე, პარტიების აქტივობის კუთხით, არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველი ორგანიზაციების კუთხით, თუ ცალკეული ინდივიდების კუთხით, მაგრამ ამ დოკუმენტმა გააჩინა შესაძლებლობები უკვე სხვა სახელმწიფოების მონაწილეობისა ამ პროცესში. რა შესაძლებლობებს აჩენს ამ მხრივ ეს დოკუმენტი? ხო, ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაგალითად ბელარუსის შემთხვევაში სწორედ ლიეტუვამ წამოიწყო შესაბამისი პროცესი ჰააგის სასამართლოში, რომ დაწყებულიყო გამოძიება. ფაქტიურად რომის სტატუსის ნებისმიერ ხელმომწერ სახელმწიფოსაც შეუძლია რომ აამუშავოს ეს მექანიზმი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ არის პირდაპირ მითითება ევროსაბჭოს ფარგლებში, მათ შორის ევროსასამართლოს, ასე ვთქვათ, მექანიზმების გამოყენებით და ასევე არის მითითება ის, რაც სხვა შორის ლელოს პოზიცია იყო ეს პირველი, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ქიმიური აკრძალული ნივთიერების სავარაუდო გამოყენებაზე, რომ სწორედ უნდა დაწყებულიყო პროცესი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ფარგლებში. იქ შეუძლია, რომ ხელმომწერ სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოს მოითხოვოს გამოძიება, თუ აქვს ეჭვი, რომ მეორე სახელმწიფოში, რომელიც კონვენციის ხელმომწერი არის, მოხდა რაიმე დარღვევა და რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, შეეხო მის მოქალაქეს მოხდა მის ტერიტორიაზე თუ არა. მიუხედავად ამისა, ამიტომ გაამყარა კიდევ ერთხელ ეს შესაძლებლობები. ანუ შესაძლებლობები შეიქმნა როგორც ქვეყნის შიგნით უფლებადამცველებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე შეიქმნა ახალი შესაძლებლობები და თქვენ ნახეთ, რომ შვედეთის საელჩო უკვე გამოეხმაურა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან ბევრ გამოხმაურებას ვნახავთ. ახლა ტალღა იქნება რეაქციები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ასე ვთქვათ, ეს პროცესი, ვინც წამოიწყეს იმ სახელმწიფოებს ხო ჰქონდათ გარკვეული ასე ანგარიშვალდებულება ყველაფერს. ანგარიშვალდებულებას და მიზანიც რატომაც წამოიწყეს ეს და მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რა სამარცხვინო არის ის გამოხმაურება, რაც მე ვნახე ეუთოში საქართველოს წარმომადგენლის მხრიდან. მე უბრალოდ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკვე ამ ტექსტებსაც კი უწერენ, არ ვიცი, რუსი მრჩევლები საქართველოს დიპლომატებს, იმიტომ რომ აბსოლუტურად იგივე ენით, იგივე სიტყვარით, როგორც რუსეთი პასუხობს მუდმივად ყველანაირ კრიტიკას, თუ კრიტიკულ ანგარიშებს ზუსტად იგივე ენით საუბრობს დღეს სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს, ასე ვთქვათ, გაამწვავებს იმ განცდას, რომ ეს ანგარიშად კი არ უნდა დარჩეს, არამედ უნდა ამუშავდეს საქართველოს მოქალაქეების ეს რეაქცია ამ ეტაპზე ელჩის დონეზე არის და ორ ნაწყვეტს წავიკითხავ. ანუ ეს არის უკვე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის რეაქცია, რომელიც ოფიციალურად გავრცელდა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეუთოს დაზიანება ამგვარი არასათანადო პრაქტიკის შედეგად, ან მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს მუდმივი საბჭოს მიერ. ანუ იმედი აქვს, რომ მუდმივი საბჭო რაღაცა ფორმით გაანეიტრალებს ეთყობა დასკვნას. ასეთ მცდარ და მიკერძოებულ ანგარიშზე უარის თქმა აუცილებელი ნაბიჯია საერთაშორისო პროცესების სანდოობის დასაცავად. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ეუთოს და მის მონაწილე სახელმწიფოებს სათანადოდ გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და უარყონ და არ გაიზიარონ ფაქტების დამდგენი მისიის მიერ მანდატის დარღვევით წარმოდგენილი სადაო დასკვნები და პოლიტიკურად მოტივირებული რეკომენდაციები. ასეთი არის ბატონი გიორგი მაისურაძის განცხადება, არის თუ არ ვშტები ელჩია ეუთოში ალბათ, ხო? ხო, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ აბსოლუტური სისულელე და არაკომპეტენტური, მე ვიტყოდი, განცხადება გაავრცელებინეს, იმიტომ რომ ის მრავალი წელიწადია დიპლომატიურ სამსახურშია, მაგრამ ნუ სამწუხაროდ, როდესაც ხელს აწერ კონტრაქტზე, რომ ემსახურო ამ რეჟიმს, გიწევს მათ შორის ესეთ სამარცხვინო განცხადებების გაკეთება. პირველ რიგში გაუგებარია რა მანდატი დაარღვია ამ კომისიამ, იმიტომ რომ ეს სპეციალურად შექმნილი მექანიზმია სწორედ იმიტომ, რომ არ კონდეს შესაძლებლობა ეუთოს წევრ სახელმწიფოს, სადაც ხდება შესწავლა შექმნილი ვითარების დაბლოკოს გადაწყვეტილება და მეტიც გაუგებარია საერთოდ რას მოუწოდებს შესაბამის ეუთოს კომიტეტს, იმიტომ რომ არანაირ დამტკიცებას ეს ანგარიში კიდევ ერთხელ არ ექვემდებარება. რაღაცა ფორმის გამოხმაურება ფორმალური რო იქნებოდა, მოულოდნელი არ არის. უბრალოდ მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ
ამ რეჟიმს მიუხედავად იმისა, რომ ხედავენ, რომ ყულფი, ასე ვთქვათ, მათ ყელზე ვიწროვდება, უკან დახევის სურვილი არ აქვთ და ამიტომ არის, რომ მე იმის თქმა მინდა, რომ ეს მექანიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ინსტრუმენტი ჩვენს ხელში, რომელიც ახლა აქტიურად უნდა გამოვიყენოთ. აი ყულფის შევიწროება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მათი ძალაუფლების შენარჩუნების სასიცოცხლო არტერიებს იმდენად არ ზღუდავს, რომ სუნთქვა უჭირდეთ. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასეთი შეგრძნება რჩებოდა, მათ შორის ქართულ საზოგადოებას, რომელიც მოელოდა წლების განმავლობაში ძალიან მძიმე შეცდომების და დანაშაულების კვალობაზე, უფრო მძაფრ რეაგირებას არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით. ბევრისთვის მაგალითად ისიც გაუგებარი არის, როგორ ბედავენ საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული ინტერესების, საკუთარი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის, ასეთ მასობრივი შეზღუდვის ფონზე უცხო ქვეყნის და მნიშვნელოვანი მოთამაშეების შეურაცხყოფას. ხო, აი რაც ხდება სისტემურად გერმანიის ელჩთან მიმართებაში, ამის ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. მაგრამ ევროკავშირის სტრუქტურული სპეციფიკიდან გამომდინარე, რაღაც დონეზე გადაწყვეტილებების მიღება ეფექტური ვერ არის ამ მომენტამდე. ველით ახლა ურბანის უმფროსოდ უნგრეთის არჩევნების შედეგებს მე პირადად როგორი შთაბეჭდილება მრჩება. იცი რომ თან ახლა ეს სამი რაღაცა მოხდა ერთდროულად ეუთოს მექანიზმი, ევროპარლამენტის რეზოლუცია, რაზეც მინდა რომ თქვენ შეფასება მოვისმინოთ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება ასევე საქართველოსთან მიმართებაში. ბევრი რამე გროვდება და აი რაღაც რო ჩაიხერგება და წყალი რო გროვდება და მე ერთიანად რო წამოვა, ეს შეგრძნება როგორც ჩანს ამათ ან დაკარგული აქვს საერთოდ, ან გონიათ რომ ისეთ ჯებირს ააშენებენ რომ წყალი რაც არ უნდა დაგროვდეს ის არ გადმოხეთქავს. როგორც პოლიტიკოს და როგორც გამოცდილ ადამიანს აი ამ საერთაშორისო ინსტიტუტების მუშაობის და ასევე იმ კონიუნქტურის რომელიც არის ახლა ევროპის კონტინენტზე. რა ფაქტორები შეცვლის ამ სიტუაციას? იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ესე არ ვფიქრობ, რომ ვერ ხედავენ საფრთხეებს, ხო, იმიტომ რომ გააჩნია საფრთხე რას ემუქრება. იმიტომ რომ აი მათი მაგალითად რეაგირება ყულევის ამბავზე იყო ძალიან ნათელი. ძალიან ახლოს მივახლო. ანუ მხურვალება იგრძნეს. იმიტომ რომ სიაში ეწერა უკვე ეს ყულები. არა, ნახე, იმიტომ რომ გააჩნია რასეხები. იმიტომ რომ როდესაც მათ ხო იციან რეალურად მათ ხო იციან რომ ევროკავშირმა რომ მოინდომოს, აი უბრალოდ რომ მოინდომოს და არანაირი კონსენსუსის მოთხოვნა ამაში ხელს ვერ შეუშლის, მათ შეუძლიათ უბრალოდ როგორ გითხრათ, დისფუნქციური გახადონ ჩვენი ეკონომიკური სისტემა. უბრალოდ ეს და არ ტყავს არამხოლოდ რეჟიმს, არამედ ქვეყანას დააზიანებს ძალიან სერიოზულად, ხო? ამიტომ, როდესაც მიდის ვითარება იმგვარად, რომ შესაძლოა რეაგირება, რომელიც ექნება ამა თუ იმ უწყებას და ამ შემთხვევაში ევროკავშირს კონკრეტულად ჩვენთან მიმართებაში შეეხოს სასიცოცხლო არტერიებს და მათ იციან, რომ ეს სკალპელი ძალიან ახლოს მივიდა ამ შემთხვევაში, აი ამ რაღაც მნიშვნელოვან წერტილთან, ხო, მათ ისინი მყისიერად რეაგირებენ. სად იყო პაპუაშვილი, რომელიც დღეს გამოვიდა და რაღაცა ლამის, არ ვიცი, თუჟმორეული ვანძღავდა ევროპარლამენტს, რატო არ გამოვიდა და რატო ვერ გაბედეს იგივე ენით შეპასუხებოდნენ ყულებთან დაკავშირებულ ვითარებას და რატო მიწერეს გრძელი წერილი ვალდებულებების აღებასთან დაკავშირებით და რაც მთავარია იმ წუთში გადადგეს ნაბიჯები, რომელიც აჩვენებს ევროკავშირს, რომ სერიოზულად ეკიდებიან ამ საქმეს და იქიდან კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ კიდევ შანსს გაძლევთ, ისეთ შანსი მიცეს აზერბაიჯანს რეალურად რო ვთქვათ და არა ოცნებას. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ისინი არ რეაგირებენ, გააჩნია რასახება. სამწუხაროდ ისინი რაზეც არ რეაგირებენ, ეს არის ის, რაც ჩვენს ინტერესებში შედის, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ხელისუფლება, რომელიც რეაგირებს იმაზე, როდესაც ევროკავშირი ეუბნება, რომ მე წინ ვერ წავალ შენთან მოლაპარაკებებში, კანდიდატის სტატუსი შენ ფაქტიურად
ეს ფორმალურად გაქვს, იმიტომ რომ არ ღვევ ამ ვალდებულებებს. იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქის ინტერესში არის რომ ჩვენ სწრაფად დავიწყოთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ხო? აი აქ ის რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და რაზეც უნდა რეაგირებდეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება საკუთარ ხალხს, ამაზე არ რეაგირებენ. იმიტომ რომ მათთვის სალომე, როგორ დავაკავშიროთ ეს ერთმანეთთან, რომ იმათმა ირეაგირონ იმაზე, რაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანია და ევროკავშირმაც ისე გააკეთოს ეს საქმე, რომ ძირეულად შეიცვალოს, აიძულოს ხელისუფლება ძირეულად შეცვალოს მიდგომები. ჩემი აზრით, სწორედ აქეთკენ უნდა წავიდეს საერთაშორისო ზეწოლა, რომ ეს ზეწოლა იყოს მიმართული იმ წერტილებზე, რომელიც ტკივა ამ რეჟიმს, იქნება ეს, ასე ვთქვათ, მათი პირადი ფინანსური ბრიტანული სანქციებიც ამ მხრივ მე მგონი ერთ-ერთი მაგალითია. ბრიტანული სანქციების მსგავსი სანქციები თუ სხვა და ამ შემთხვევაში აქ მართლაც გარკვეულწილად შეზღუდულია ევროკავშირის არეალი, როგორც თქვენ თქვით, შიგნით განსხვავებების გამო, მაგრამ ეს განსხვავებები შეიძლება ძალიან ნაკლებ საგრძნობი იყოს, ძალიან მალე ვნახოთ, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. ერთ რამას თუ მიაქციეთ ყურადღება ევროპარლამენტის განხილვაზე რო ვისაუბროთ, რომ ისინი წინა განხილვების დროს ქართული ოცნება ახერხებდა, რომ რაღაც რაოდენობა მოეგროვებინა, როგორც წესი პრორუსი დეპუტატების, რომლებიც მათი სახელით ისაუბრებდნენ ევროპარლამენტში. მე დღეს ვერ დავინახე, რომ არის თუნდაც, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებითაც შეიმჩნევა მათთვის პროგრესი. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების პოზიციების შემცირება. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის, რომ გაიზარდოს ზეწოლა იმ მიმართულებით, რაც ამ რეჟიმს ტკივა და ამის საფუძველზე ჩვენ მოვიპოვოთ ის, რაც სჭირდება საქართველოს, რომ ყავდეს ხელისუფლება ქართულ ხალხს, რომელიც ზეწოლას კი არ საჭიროებს ევროკავშირისგან იმისთვის, რომ ქართული ხალხის მოთხოვნა შეასრულოს და ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანდეს, არამედ საკუთარი დღის წესრიგი ექნება ამისთვის და ამას სჭირდება ახალი არჩევნები. და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის ეუთოს ანგარიში ნახსენები, შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე საიდან დავიწყე საუბარი, რომ ლეგიტიმურობა, დემოკრატიული ლეგიტიმურობა ამ ხელისუფლების დღეს დასრულდა. რატო დასრულდა იცი ამ ანგარიშით, რომ შეუძლია ცხადია გააგრძელონ პარტიების აგრძალვა, პიროვნებების აგრძალვა პოლიტიკური პროცესიდან, შეუძლიათ რაღაცა, არ ვიცი, იფიქრონ, რომ ჩაატარებენ არჩევნებს, მაგრამ დღეს რაც მათ გაიგეს არის ის, რომ არასდროს და არავინ აღარ ჩათვლის მათი წესებით ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულ არჩევნებად. ძალიან კონკრეტულად არის ჩამოთვლილი მათ შორის კანონები, რომელიც მიიღეს, რა პირობებში ჩატარებული არჩევნები ზუსტად ლეგიტიმურად არ ჩაითვლება. ეუთო ამ მხრივ არის საკონძო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრავს. რა თქმა უნდა და ამიტომ ეს არ არის კრიზისი, რომელიც მათ შეუძლიათ, რომ გადააგორონ, რაღაცა გაუძლონ ერთი კვირა ან ორი კვირა. ახალი რეალობის წინაშე არის ივანიშვილი და მათ შორის ევროპარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის განცხადებები, რაც ახლა მეტი ღიად ევროკომისრებმა რა უნდა უთხრან ქართულ ხალხს, რომ საკუთარი ხელისუფლება გატყუებთ. არანაირი ევროკავშირში გაწევრიანება არ იქნება. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეალურად ხო რაღაც ნაწილს საზოგადოების ეს ხალხი ატყუებდა ძალიან დიდხანს და ეხლა ივანიშვილი დადგა აი ამ საერთაშორისო სისტემის პირობებში, სადაც მას აქვს ორი გზა. ერთი გზა ეს არის აბსოლუტური ავტოკრატიის და საერთაშორისო იზოლაციის და საერთაშორისო დევნის ობიექტად გახდომის. მეორე ეს არის მოსმენის იმ რეკომენდაციების, რაც მიიღო მან, ეს არის დაუყოვნებლივ გათავისუფლება პოლიტპატიმრების და მზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ქვეყანაში შექმნის ნორმალიზებას ქვეყანაში საბოლოოდ მოახდენს მხოლოდ და მხოლოდ ახალი თავისუფალი საპარლამენტო. ქაუჯანსალ, ჩვენი საუბრის დასასრულს, რადგან უკვე ევროპარლამენტი ვახსენეთ, საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებამდე ბევრად კი არა შეუდარებლად მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენა იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, მიღება
იქ სომხური ენასთან, ალფაბეტის ძეგლიც კი დაიდგა გარეთ და აშკარად სახეზეა ევროკავშირის გამოხატული ინტერესი სომხეთის დაახლოების და სომხეთთან დაახლოების. აგერ ჩვენი საუბრის პარალელურად მე მგონი უკვე დამთავრდა ვიზიტი ანტონიო კოშტასი აზერბაიჯანში, ბაქოში პრეზიდენტ ალიევთან. ინტენსიფიკაცია, ასე ვთქვათ, ევროპისა და ევროკავშირის ჩვენ სამეზობლოში საგრძნობია ყოველ მხრივ. და საინტერესო და შესამჩნევი იყო ბატონი ფაშინიანის გამონად თავის გამოსვლის ის პასაჟი, სადაც მან თქვა, რომ ისინი სერიოზულად არიან შეშფოთებული ურთიერთობების იმ ხარისხის გამო, რაც საქართველოს ევროკავშირს აქვს. ამას სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოყვა. ნაწილს ეგონა რომ რაღაცა ტიპის ირბი ლობიზმის შედეგი ხო არ არისო ეს. ფაშინიანმა დღეს განმარტა, რომ ამაზე საერთოდ საუბარი არც ყოფილა, უბრალოდ ჩვენ არ მოგწონსო ის რა სიტუაციაც არისო. ქართულ ოცნებას აქვს იმედი, ამას ღიად ამბობენ იმისა, რომ სხვა გამოსავალი ევროკავშირს არ დარჩება, შუადერეფნის აუცილებლობისა და აქტუალობის ზრდასთან ერთად მოუწევს ამ რეჟიმთან პრაგმატულ დონეზე ურთიერთობების დაალაგება. რა შანსები არის ამ მხრივ? სომხეთი და იგივე აზერბაიჯანი შეიძლება დამატებით ზეწოლის მექანიზმად იქნას გამოყენებული ქართული ოცნების და ბიზნეს ივანიშვილის მხრიდან. ხო, ნახეთ, მე ესე ვხედავ, რომ პირველ რიგში, ანუ სანამ საქართველო არის დროებით, მაგრამ ფაქტიურად სუვერენი და წართმეული საგარეო ურთიერთობებში, იმიტომ რომ ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ვერ აწარმოებს სუვერენულ საგარეო პოლიტიკას, მე მივესალმები იმას, რომ ევროპა იქნება ეს თუ ამერიკის შეერთებული შტატები გაამყარონ საკუთარი ასე ვთქვათ, ყოფნა რეგიონში ჩვენს მეზობლებთან აქტიური თანამშრომლობით, იმიტომ რომ ეს ჩვენს ინტერესებშიც არის საბოლოოდ, ხო? იმიტომ რომ რეგიონში უნდა იყოს მყარად დასავლეთი. ეს ავტომატურად ნიშნავს მათ შორის რუსული გავლენების რა თქმა უნდა, ამიტომ დღეს აზერბაიჯანი, რომელიც არის ყველაზე დამოუკიდებელი საერთოდ რუსეთისგან რეგიონში, სომხეთი, რომელიც დღითი დღე ხდება სულ უფრო მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, გული მწყდება მე პირადად, რომ საქართველოს, რომელიც ლიდერი იყო ამ ქვეყანაში, დღეს ესეთ ვითარებაშია, რომ სომხეთმა უნდა აწიოს ჩვენი დროშაც ევროკავშირში, ესე გამოვიდა, ხო, რეალურად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რეგიონში დასავლეთის გაძლიერება საქართველოსთვის ყოველ შემთხვევაში არის კარგი. ეხლა პირდაპირ რომ გითხრათ ფაშინიანი კი არა, ვინც არ უნდა, ასე ვთქვათ, ჩაერთოს იმ პროცესში, სანამ ეს ხელისუფლება ამ ქვეყანას მართავს იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც მართავს, სამწუხაროდ ჩვენი პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანების აუხთენელი, ასე ვთქვათ, დღის წესრიგია, მაგრამ ყველანაირი გაძლიერება ევროკავშირის რეგიონში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, როდესაც უკვე ხელისუფლებას შევცვლით, უფრო ძლიერი პოზიციები გვექნება, რომ სწრაფად დავიწყოთ მოძრაობა იმ მიმართულებით, რაც არის ქართული ხალხის არჩევანი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამიტომ ყველანაირ დაახლოვებას ევროპას და ჩვენს მეზობლებს შორის მე მივესალმები, იმიტომ რომ სრულად, ანუ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არანაირ ზეგავლენას არ ახდენს იმაზე, თუ რა არის მოლოდინი საქართველოსგან, როგორც კანდიდატი ქვეყნისგან და ის, რომ საქართველოს სჭირდება ამ რეგიონს, როგორც დასავლეთის ნაწილი, ეს ცხადია ყველასთვის, მაგრამ ამისთვის ჩვენ რო ეს შესაძლებლობა ავითვისოთ, მათ შორის ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც მიყვება ევროპულ დღის წესრიგს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ემსგავსება იმ ნავთობს, რომელიც არჩება მაგალითად მიწაში, იმიტომ რომ ვერ აითვისა სახელმწიფომ. ნამდვილად არის რესურსი, ოღონდ ამ რესურსს ჩვენ ვერ ვიყენებთ და მე ამით დავასრულებ, რომ გადავიდეთ, ეს რომ გავაგრძელოთ ეს თემა, სად არის ანაკლიის სპორტის საკითხი, მაგალითად თუ პრაგმატულ ურთიერთობებზე არის საუბარი, ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აქვს ამ ხელისუფლებას იმისი სუვერენული სივრცე, რომ აი მაგალითად ანაკლიის სპორტი გახადოს ნიშნულოვან თემად ჩვენს ურთიერთობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და შექმნას ახალი სტრატეგიული ინტერესი. სამწუხაროდ მე როგორც ხვდავ, მათ არ აქვთ ესეთ სუვერენული სივრცე. შემკვრელ ფაზად თქვენი ამ საუბრის ბოლო ნაწილის ვახსენოთ ლეუდლიერი საქართველოს დამფუძნებლის და ლიდერის მამუგა ხაზარაძის მიერ საზოგადოებისთვის საჯაროდ მოყოლილი ამბავი ივანიშვილის რეაქციისა, რომ რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაში ამბავია ეგა. ნუ საბედნიეროდ ამერიკელები ბიძინა ივანიშვილს არ ეკითხებიან, სად არის მათი. აი ველოდებით რომ მოიკითხონ ეს ამბავი. მადლობა ძალიან დიდი.